გამარჯობათ შემოწირო ფაზეო, დღეს გავაკეთებთ მოკლედ გაშლას, რომელიც იქნება რამდენიმე ვარიანტად. ერთი ვარიანტი იქნება პირად ურთიერთობებში, რა გვშლის ხელს, ანუ ჩვენი სურვილის ასრულებაში და მიზნის მიღწევაში, ასევე იქნება კარიერული კუთხით და ასევე იქნება ფინანსური კუთხით. მოკლედ ვნახოთ, აბა ჯერ დავიწყოთ პირადი ურთიერთობებით. რა გვიშლის ხელს პირად ურთიერთობებში, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს. რა არის ესეთი, რომელიც ხელს გვიშლის? ასევე ვნახოთ კარიერული კუთხით, რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზანს. ვნახოთ აბა. რა არის ეს დაბრძოლება? და ვნახოთ აბა ფინანსური კუთხით, რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზანს და წარმატებულად გავაკეთოთ ყველაფერი ის, რაც ჩაფიქრებული გვაქვს. რა არის ეს? მოკლედ ვნახოთ აბა ჯერ პირადით დავიწყოთ. არჩევანი. მოკლედ, რაც თქვენ, ანუ პირად ურთიერთობებში ყველაზე ესეთი ხელისშემშლელი ფაქტორი არის, რომ ეს არის არჩევანი, გიჭირთ არჩევანის გაკეთება. აქ რა ხდება? ხართ ძალიან ისეთ მდგომარეობაში, როდესაც იცით უკვე რა გინდათ, იცით, ყველანაირად დაწყობილი გაქვთ ყველანაირი რაღაცეები, გაწერილი გაქვთ რა როგორ უნდა იყოს, იდეალურად გინდათ ყველაფერი რო იყოს, გინდათ ისე წავიდეს ყველაფერი, როგორც თქვენ გინდათ, მაგრამ ნახეთ, ამ შემთხვევაში არჩევანის გაკეთება მაინც გიჭირთ. ეს არის ის ხელისშემშლელი ფაქტორი, რომელიც პირად ურთიერთობაში ასე ძალიან გიშლით ხელს. ზედმეტად ხართ ჩაცეკვილი იმაზე, რომ ყველაფერი იდეალურად გქონდეთ. და საკუთარ თავს ეუბნებით, რომ კიდევ ცოტა გინდათ იმისთვის, რომ გადადგათ ნაბიჯი. მაგრამ ეს თქვენი ფიქრები, რომელიც არის ყველანაირად არის გათვლილი, თუნდაც ემოციაზე, თუნდაც ფინანსურ კუთხეზე, ანუ ყველაფერს გეგმავთ, იმ დონემდე გეგმავთ, რომ თქვენთვის არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რა დონის კარგი ურთიერთობა გაქვთ. ამ შემთხვევაში მაინც ყველაფერი იდეალისტი ხართ და გინდათ ყველაფერი იდეალურად იყოს, ამიტომ არჩევანის გაკეთება გიჭირთ. ნაბიჯის გადადგმა გიჭირთ, იდეალურთან მიახლოებული ვარიანტს ეძებთ, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც თქვენ სულს და გულს გაუხარდება. მოკლედ კარიერული კუთხით ვნახოთ აბა რა არის ეს ხელისშემშლელი ფაქტორი, რომელიც კარიერაში ესე ძალიან არ იყოს უკან გწევთ. ეს არის ამ შემთხვევაში ამოვიდა, რომ უფრო მეტი შრომა გჭირდებათ, უფრო მეტი უნდა იმუშაოთ იმისათვის, რომ იმ წარმატებას მიაღწიოთ, რომელიც თქვენ ესე ჩაფიქრებული გაქვთ თქვენს სამსახურში. ამ შემთხვევაში ნახეთ რა მოდის, რაღაცას თუნდაც გეგმები რო არის, რომელიც თქვენ დიდი ხანია უნდა განგეხორციელებინათ, ამ შემთხვევაში ყოველთვის სადღაც უკან რჩებით, მაგრამ ეს განა იმიტომ, რომ თქვენ ან მუშაობა გეზარებათ, ან რაღაცა ამდაგვარი არა, უბრალოდ ზედმეტად ემოციური ადამიანი ბრძანდებით ამ შემთხვევაში, რომელმაც კი იცის სინამდვილეში რა არის მისი უარყოფითი და მისი კარგი მხარეებიც, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ მაინც
მაინც ცდილობთ, რომ ეს მხარე, რომელიც თქვენ ესე გაფერხებთ, ანუ კი არ ანუ როგორი მიმართულებით გაფერხებთ იცით? აი თითქოს ცდილობთ, რომ უკან მოიტოვოთ ესა ნელ-ნელა მიდიხართ ამ ყველაფრისკენ. უფრო მეტი შრომა გჭირდებათ ამ შემთხვევაში, რასაც ვხედავ, ეს არის, რომ მეტი გასახანი უნდა მისცეთ საკუთარ შრომას. შეგიძლიათ ეს და თქვენ ნამდვილად იმდენად აი ეს როგორი ადამიანი ხართ იცით და აი იცით საკუთარი თავის ფასი, მაგრამ აი თითქოს მაინც კიდევ აი დროს წელად თითქოს გეეჭვებათ რაღაც მომენტში რაღაც დონეზე, რომ განშევძლებ, მაგრამ აუცილებლად შეძლებთ უბრალოდ უფრო მეტი იმუშავეთ საკუთარ თავზე. ეხლა რაც შეეხება ფინანსურ და მატერიალურ მხარეს. რა ხდება ამ შემთხვევაში? ამ შემთხვევაში ცოტა ისეთი ამბები ხდება. ასეთი ამბები ხდება, ნახეთ. ცოტა ისეთი აქტიურობა გჭირდებათ. აქტიურობა ამოდის, იმიტომ რომ რო არის აქტიუროთ, ნახეთ, ამ შემთხვევაში რა ხდება. ეს გზა, რომელიც თქვენ უნდა გაგეხსნათ, ფინანსური ნახეთ რა კარგად მოვიდა, უნდა გაგეხსნათ, მაგრამ თქვენ მაინც აი ნახეთ იქითკენ მიდიხართ, რომ ბევრს ფიქრობთ ინვესტიციის გაკეთებაზე, თითქოს აი საკუთარ თავშიც კი ხართ დარწმუნებული, რომ ბევრი რაღაცა, რომელიც ჩაფიქრებული გაქვთ, კარგი იდეაა სხვათა შორის, მაგრამ ნახეთ, ძალიან ბევრს ფიქრობთ, რომ ორჭოფობთ. ვაი თუ არ გამოვიდეს, ვაი თუ არ იყოს ის, რაც მე მინდა და ვაი თუ არ იყოს ეს აი როგორი ვარიანტი იცით, რომელიც აი უცაბედად ძალიან მაგარ სწორ გზას გამიხსნეს და სწორ ფინანსურ ნაკადს მომცემს. მოგცემთ ეს სწორ ფინანსურ ნაკადს, თავარი არის ნახეთ, თავარი არის, რომ თქვენ რაც აი უნდა იაქტიუროთ, ეს ანუ არ უნდა გაჩერდეთ. აი მდგომარეობიდან უნდა გადახვიდეთ იმ მდგომარეობამდე, რომ არჩევანი გააკეთოთ და ის ბევრი არ იფიქროთ, არ იყო ყმანოთ. გააკეთეთ უცაბედი, როგორ ვთქვათ, უცაბედი ესე არჩევანი, რომ ეგრევე რასაც აი გული გიკარნახებთ, გააკეთეთ ის ინვესტიცია, რასაც აი გონება გული ერთდროულად კარნახოთ. არ იჭოჭმონოთ, არ იფიქროთ იმაზე, რომ რაღაცა არ გამოგივათ, იმიტომ რომ გზა აუცილებლად გაგეხსნებათ ეს მატერიალური, უბრალოდ თქვენ ამისთვის უფრო მეტი აქტიურობა გჭირდებათ, არ უნდა გაჩერდეთ. არ არის საჭირო გაჩერება, იმიტომ რომ ეს გაჩერება ნამდვილად კარგს არაფერს არ მოგცემთ, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი ლოდინი გიწევთ რაღაცაზე, უფრო მეტად შეიძლება ამან უკან დაგწიოთ. ამიტომ უფრო მეტი უნდა იაქტიუროთ, უფრო მეტი უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ ეს აქტიურობა, აი როგორ ვთქვათ, აი შედეგი გამოიყოს. თავარი არის, რომ მოусმინოთ თქვენს გულს და გონებას. აუცილებლად მიიღებთ იმ შედეგს, რომელიც თქვენ ჩაფიქრებული გაქვთ. ესეთი იყო დღევანდელი გაშლა მეგობრებო. თუ რამე სხვა გაშლა გაინტერესებთ, რომელიც თქვენ ესე ძალიან გინდათ რომ გავაკეთო, დამიკომენტარეთ. ეს არის ჩვენი არხი ტაროს დრო დროებით.